თუ ძველი ტანსაცმელი მოგბეზრდათ, გაფუჭდა ან მოდიდან გადავიდა, ნუ იჩქარებთ ვის გადაგდებას. ყვავილებით, მძივებითა და სხვადასხვა აქსესუარებით გაფორმების შემდეგ ის სრულიად განსხვავებულ იერსახეს მიიღებს. ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ მაისური, რომელიც ძალიან მიყვარდა, მივხვდი რომ მოდიდან გადავიდა. ოი, თავიდან უპირებდი გადაგდებას, მაგრამ მე გამახსენდი შენ. მინდა რაღაცა შევცვალო. უნდა მივცეთ ახალი სიცოცხლე. კარგი. შეიძლება რომ მეშველოს. შეიძლება. რაიმე იდეა გაქვს, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? ჩვენ ახლა ეს უნდა გავაკეთოთ მანქანის გარშე, ხელით, ხო? ხო, უბრალოდ მარტივი რო იყოს მარტივი. თან მეც მინდა რომ ჩავერთო. კარგი, ძალიან კარგი. მოდი ხელით გავაკეთოთ და პირველ რიგში გვინდა მაკრატელი და ნემსი, ძაფი, ანუ ჩვენ მანქანას ახლა არ ვხმარობთ. მე ახლა ამ ეტაპზე ამ მაიკაზე გირჩევდი გამოვიყენოთ მაქმანი და შიფონი. უნდა გამოვჭრათ პირველ რიგში მაქმანი. ეს უნდა გამოვჭრათ ყელის ზომაზე. ოვალი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში. აი ეს გამოვჭერით. ახლა ჩვენ ეს ყველაფერი, ეს დეკორი ისეთი იქნება, მანიკა, რომ სახლის პირობებში ყველა შეძლებს გაკეთებას. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყვავილები ამისგან, შიფონის ყვავილები. გადავკეცოთ, გადავკეცავთ და ვჭრით ახლა შუაში, ოღონდ ბოლომდე არ მივდივართ. ახლა ეს კუთხეები შეგვიძლია მოვჭრათ. ესეც ისე, ანუ ადგილს ვტოვებთ. მე ესე ვკეცავთ. სამკუთხედ ფორმას ვაცლებთ და უკვე ოვალს გავაკეთებთ. ეს ძაფით შეიკრება, ანუ ნემსი და ძაფით და აი ესეთი ყვავილი ექნება, ანუ დეკორი შენს მაიკას. აი ესეთ გავაწყობთ სულ. აი რა სილამაზეა. ტანსაცმლის გადაკეთების გარდა შეგიძლიათ სამკაულებიც მარტივად გააკეთოთ. საკუთარი გემოვნებით ნებისმიერი ფერის, ფორმისა და ზომის სამკაულს თავადაც დაამზადეთ. კარგი აქსესუარი დაამშვენებდა და შეიძლება რომ პირდაპირ ეთერშიც კი ჩავიცვა. აქსესუარს გავაკეთოთ აქსესუარიც ძალიან მარტივია. მოდი გავაკეთოთ სამაჯური. ჩემს საყვარელი აქსესუარი სამაჯური და ჩვენს გავაკეთოთ მოდი ტყავისგან, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ახლა ტყავი და შევხამოთ შიფონი. მოდი ვნახოთ როგორი იქნება. და შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ყვავილები. აი მანიკა გაფორმებისთვის გამოვიყენოთ და ეს დეკორი. ძალიან მარტივია ამის ჩამაგრებაც. ანუ ეს ტყავი იჭრება. პატარა, აი ძალიან ცოტა უნდა ჩავჭრათ, სულ არ უნდა გაიჭრას. გავუყრით აი ამ ჩვენს დეკორს. აი ესეთია. დავამაგროთ ახლა მაგნიტებიც და მაგნიტების პრინციპიც აი ესეთია, ძალიან მარტივი. აი ესეთი პრინციპით მაგრდება და ფიქსირდება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს. სულ რაღაც 9 საათი დაგჭირდა იმისათვის, რომ ჩემი ძველი უკვე მოდიდან გადასული მაისური გადავიახლებინა და მისი შესაფერისი სამაჯურიც კი გავუკეთებინა. ძველი ტანსაცმლის გაფორმება და გახალისება ასე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ასეთ ტანსაცმელს თქვენს მიერ შექმნილი სამკაულებიც დაამშვენებს. ასე რომ მოიმარაგეთ ყვავილები, ლითონის დეტალები, ქვები, მოიხმეთ ფანტაზია და შეუდექით საქმეს.